ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ საზღვაო დერეფანში ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა თითქმის სრულად შეწყდა. ერთობლივი საზღვაო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით 1 მარტს სრუტე მხოლოდ 3 ტანკერმა გადაკვეთა, მაშინ როცა 28 თებერვალს მათი რაოდენობა 50-ში ადგენდა. მკვეთრად 98-დან 18 თევლამდე შემცირდა სატვირთო ხომალდების გადაადგილებაც, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელთან დღეში 138 გემთან შედარებით მკვეთრი ვარდნაა. საზღვაო თვალთვალის სისტემებმა უკვე დააფიქსირებს ხომალდების ქაოსურ მოძრაობა, მაგალითად ტანკერი KHK Empress სრუტეში შესვლისას მკვეთრად შემოbrunდა და უკან მაქსიმალური სიჩქარით წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გემი უსაფრთხოების მიზნით სალოკაციო სიგნალს თიშავს და ეგრეთ წოდებულ ბნელ ტრანზიტს ახორციელებს, ექსპერტების შეფასებით რეალური სურათი მაინც საგანგაშოა. ბიუჯეტზე მზარდი ზეწოლის გამო მოსკოვის მთავრობა მასშტაბური ოპტიმიზაციის პროცესს იწყებს. ბოლო თვეებში საგადასახადო შემოსავლების მკვეთრმა კლებამ ქალაქის ადმინისტრაცია აიძულა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. მიღებული გადაწყვეტილებით მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 15%-ით შემცირდა, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს. ფინანსური კრიზისი მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ქალაქის ხელმძღვანელები 2028 წლის საინვესტიციო პროგრამის 10%-ით შემცირებასაც გეგმავენ. კრიტიკოსების შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება ურბანულ განვითარებაზე, რადგან იგეგმება ქალაქის კეთილმოწყობის არაერთი პროექტის შეჩერება ან სრული გაუქმება. ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ამერიკის მთავრობამ ინდოეთისთვის დროებითი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, რაც რუსული ნავთობის შესყიდვის საშუალებას მისცემს. ხაზინის მდივანს კოტ ბესენტის განმარტებით ეს 30 დღიანი გამონაკლისი მოკლევადიანი ზომა იქნება, რომელიც მიზნად გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების შენარჩუნებას ისახავს. შეგახსენებთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის საჭიროება გააჩინა ფაქტმა, რომ ჰორმუზის სრუტეზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულ ქვეყანას ომის დაწყების გამო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე შეექმნა. Google-მა, Microsoft-მა, Meta-მ და Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე სხვა კომპანიებთან ერთად თეთრ სახლში ტარიფების დაცვის პირობას მოაწერეს ხელი, რაც მათ მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ელექტროენერგიის ხარჯების საკუთარ თავზე აღებას ავალდებულებს. ინიციატივის მიზანი ამერიკელი მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესებისთვის გადასახადების ზრდის თავიდან აცილება, რასაც ხშირად ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ენერგიის ჭარბი მოხმარება იწვევს. დონალდ ტრამპის განცხადებით ეს შეთანხმება ისტორიული გამარჯვებაა ამერიკული ოჯახებისთვის და ის ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო მდგრადს ხდის. შეთანხმება კომპანიებს ავალდებულებს მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ენერგია ახალი ელექტროსადგურების აშენების ან არსებული ობიექტების სიმძლავრის გაზრდის გზით მოიპოვონ. NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ OpenAI-ში $100 მილიარდი ინვესტიციის განხორციელება უკვე ნაკლებად სავარაუდოა. მისი განმარტებით ამის მთავარი მიზეზი გახდა ფაქტი, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპმა წლის ბოლოსთვის საფონდო ბირჟაზე გასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. როგორც ირკვევა იმ ფონზე, რომ OpenAI-ს უკვე თავისით შეეძლება ფინანსების მოზიდვა, ჰუანგი კერძო ინვესტირების და კომპანიის თანხების გაღების საჭიროებას ვეღარ ხედავს. ამის მიუხედავად, მან სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე საბოლოოდ დაადასტურა, რომ OpenAI-სა და NVIDIA-ს შორის $30 მილიარდი ინვესტიციის გარიგება ოფიციალურად გაფორმდა, რაც როგორც ირკვევა, $100 მილიარდიანი დაპირების მიღმა განხორციელდა. ჰუანგის განცხადებით, ტექ გიგანტი სტარტაპთან ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს და მის საფონდო ბირჟაზე გასვლაში სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ტექნოლოგიური გიგანტები ახლო აღმოსავლეთში საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობენ. NVIDIA-მ დუბაიში ოფისები დროებით დახურა და პერსონალი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. Amazon-მა კი რეგიონის მასშტაბით ყველა კორპორაციული ოფისი დაკეტა. განსაკუთრებით რთული ვითარება Google-ის კომპანიის ათასობით თანამშრომელი დუბაიში, მას შემდეგ არის ჩარჩენილი, რაც გასულ კვირას გამართული გაყიდვების კონფერენციის შემდეგ ავიამიმოსვლის მასობრივი გაუქმების გამო რეგიონიდან გასვლა ვერ მოასწრეს.